Христа Цвинисата. Wow, ნათესღებისაც მოგვიქნება აცაზე დილას და იმ დღეს აი 13 იანვარს ნებისმიერ ადგილას უეიღო წელი არ გაგვიშდება არ აგვიშდება რომ პროფესი ამერიკა იქნება საფრანგეთი თუ ჩინეთი ნებისმიერ ადგილას გაიტას უეიღო დინარე იქნება თუ საქრინება წელი არ გვიშდება იმიტომ რომ ნათესღების დღე ქრისტესიდან თემი მსოფლიო წელი მიგვიხება ღვთისგან და დღესასწაული კიდე იმიტომ მან ათესება იქნება თუ შევა თუ ათომა όλი გვია დღესასწაულია იმიტომ რომ ქრისტიანი კაცი უნდა ემზადებოდი ასწავლება ზიარებისათვის მაგრამ ზიარებაზე მიუხედავად იმისა რომ სოციალური დაიშალა და სონის საშუალება არის უკვე რამდენი ძელია 30 ძელია მეტი არა ვინც მოწუნია სონის საშუალება აქვს ამ დროს სულსარესვის როსიერება როდისა კარგი და შენსული გახ და ჩემი ცხოვრების წლები გაატარო თიზნებით მაგრამ მეტი წამთ მუსულმანებსაც ებრაელებსაც ბუდისტებსაც სხვადასხვა საწუნოებებია მაგრამ შევეშევა აუცილებელია ქრისტეს წმენა აუცილებელია მონათული იყო და აუცილებელია სინანული კიდე რა არის ზოგი ფიქრობს რომ არ ჭირდება აღსარება მაშინ არ უნდა ეზიარა იმიტომ რომ ეზიარება ის ვინც ხედავს საკუთარ ცოდვას ვისაც უნდა დაამარცხოს საკუთარ თავში ცოდვებიდან როგორც ხეს აქ ფესვები ასე ყველა ცოდვების ფესვია ყველა ცოდვების მიზეზი არის ამბარდანობა და თამოყარება და ჩვენსობინათები კი გვესნება ცოდვები, კი ვიბეჭდებით პიროცხების სულისმის ცოდვებისკენ მიდრეკილება რჩება და რო რჩება ხან განგვითხრა გამარცხებს, ხან გაბრაზება, ხან შური, ხან სიძულვილი და ეს აღსარება ზიარება კიდე რას უშვება ადამიანს უშვება იგუნება როგორც აღშიად ვადარებ როგორც იწვინდება სხეული წელი და სავნეთ ასევე სული იწვინდება აღსარება ზიარება მაშინ იწვინდება როცა შენ სული გახ იცხოვრო ღვთისნებით და რა არის ღვთისნება პატივეს დედას და მამას არის მუშო არის ბაბა და სულის მამა ეს ათიმცნება საერთოა ჩვენთვის მუსულმანებისთვის ებრაელებისთვის შენ ქრისტიანი ხარ ცოდვა არის მარტო არის მუშო ცოდვა არის როგორც ქრისტიანი რო ხარ მომიტყვება ფიქრებზე იმიტომ რომ ჩვენ როგორ დავიშვებით აგავება ზონება სამდევა ასპატივია დიდება შეანოლენი პატივში იყო ახაც არის სოვიეტების რეგიონს მაგრამ ჯოჯოხეთშია თავარია მიუხედავად იმას რომ სული განძვიდა და ზიარებას შეანოლება ამბობ იუდა ეზიარა მაგრამ ვერ ეშველა რატო იმიტომ რომ ფული უყვარდა მეზე მეტად აი სამშობლოს სიყვარულიც კი თუ ის მეზე მეტია რა ხდება მაშინ დები ფაშისტი როგორც გახდნენ გერმანელები როგორც გახდნენ რუსები სკიხედები როგორც არიან უკრაინელი ფაშისტები ასევე საზოგადოებაში დაიშალა ზოგი ქართველი რომები გახდა ფაშისტი რაც კი აქედან გამოვიდა უგარბოდა სხვანაების ხალხი მას კი ფაშისტი ამიტომ წერია სახარებაში დედაზე, მამაზე, სოზე, სამშობლოზე, ყველაფერზე მეტად მე შემეუყარი ოქმედი არა, იმიტომ რაღაცას მიუმატებ. ხო შენ გახდე თავისუფალი შურისგან, სიძულვისგან. მაგრამ ერთია ცოდნა, რო იცხოვრო სიყვარულთან, მეორეა ცხოვრება და ცხოვრება სიყვარულით მაშინ ხდება, როცა შენში აღმერთი და შენში რო ღმერთი იყოს. საჭიროა აღსარებას ზიარების საიმონოება. როგორც აღარ შეადვადარებ შეუჭიდება წრალი, შეუჭიდება საგვები, თუ არ დალია წრალი, თუ არ ჯამე საგვები, ფიზიკურად კვდები, ასევე მადის გარეშე, სულიწმინდის გარეშე, ხარ გვდარი. და ხშირად მოყავს კომუნისტების მაგალითი, საბჭოთა საქართველოში 70 წელი ოფიციალურად არ ყოფილიყო მეთი. ხშირად მოყავს იმ დემოკრატიული ქვეყნების მაგალითი. სადაც ორგანიზებულია ბავშვისაყვანა, ორგანიზ ბავშვისაყვანა და ბავშვებს ასწავლიან პირველი კლასიდან
როცა გაიზრდები მე აიჩი ვინ იქნები ესე იგი ვინ არიან სულიად მუტრები ასევე შენს შეიძლება ეზიარება და მუტარი იყო თუ არ მოვხდები იმას რომ რა არის მთავარი კეთილდღეობა კაია მატერიალური მაგრამ როცა მთავარია ხდება მიზეზი შურისა შეძულისა ჯადოს გაკეთებისა ვინ გიკეთებს ჯადოს არა რუსეთი არა ჩინეთი ან დასავლეთი ან აღმოსავლეთი გიკეთებს მეზობელი ახალბელი ნათესა და რატო გიკეთებს იმიტომ რომ მასში არა მეტი ამიტომ შრომასავალი რაშია პროდუქტებას პროდუქტებით მე დაამარცხებთ დაამარცხებთ თვის მარტივად დაიწყო პრესთვის ჩვენ ყველა მოსუნდეთ პიცერია მოსვამ პრესთვის რას ისწავლეს ესე სანამ არ იქნება ლოიდოს იქნება ფიზიკური ინტერესი იქნება სულიერი ინტერესი ფიზიკური ინტერესი შემოძმეზებელი არ არის ხალხი არამედ უზეთის ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის და სულიერი ინტერია ევროკავშირი დასავლეთი ევროკავშირი არა ხალხი ფრანგელი ესპანელი და გერმანელი არამედ პროპაგანდა არასწორი ეს დასკარდი საკარასოს და დიზელია მოქმედების თავისუფლება ქართველებს რეკლამა ხდება სიტყვაობის სიტყვაობის და ასე შემდეგ შოუებით ხათული ფილმებით და ესენი არიან სულიერი წრეები მაგრამ შეადმაგობრო კიბრიანე იყო ჩადოქარი გახდება მოდერნიზამი მეფე დიოკლეტიანი ტირანი ფაისტიკაცი წმინდა გიორგის დოსვეთი ხდება პატრიოტიანი შრომებია და წმინდა ინოსოს ვითქმელი გოგოსნები იყო ჩამოვიდა მეფე მილიანი სპარსიელიანი კაცი გახდება ქრისტიანი სიკამასავალი რაშია ჩვენ ბავშვებს ვასწავლოთ ლოცვა ჩვენ შევიყვაროთ ლოცვა აი ზოგი ამბობს ხანი ლოცვა ძილასაც არ უნდა ილოცო ვარ იყოს პოლიგონი ვარ იყოს ევოლუცია სადაც ომები ეკაცო შეწოდეს რომ დღეს დაცული იყო არ ჯადო გამეს და არაფერი თუ ილოცებ ილეს აღამოს ვისი იმედით იქნები ღმერთის ჯადო კიდე ვისი ძალის ქვეშა ეშმაკის ძალით ხდება ოჯახების დაშორება სოფლის აი სიკვდილიც შეიძლება ჯადოს აგეთებით ადამიანი მოკდეს მაგრამ თუ ლოცულობ მაშინ აღარ გეუბნება მეშად მომამბობ ეშმაკი არის ღმერთის წინაშე საბნის ბუშტი მაშინ ჩვენ ადამიანები ბოდისური წინამდე გვართ საბნის ბუშტები მაგრამ თუ ლოცვაში ვიქნებით ღმერთის ხელში ვიქნებით და არაფერს არ გვავნებს არც ფიზიკური იმტერი არც სულიერი იმტერი და ღმერთმა მოვსეს ცოცხალი რწმენა რაც ხონდა ჩვენ წინაპრებსა და ხშირად უყვეთ ჩვენ ისტორიას ვიგეცხოვს როგორ შევინარჩუნეთ ჩვენი მეუბნება შევინარჩუნეთ არა დასავლეთის უღლებით არა ჩრდილოეთის უღლებით ზოგისთვის საერთოდ კავშირისდროს ზიამოდიოდა რუსეთიდან ახლა თუმცა ზიამოდის ევროკავშირიდან და ზემთვარე ევროკავშირი და ყველაფერი δηλαδή კეთილდღეობა ყველაფერი არის მათთვის ხელში მე თვითონ მოგცეთ ცოცხალი რწმენა ჩვენთანაც მე